საიდან არის ის შეხედულება, რომ ადამიანმა ყველაფერი აუცილებელია, რომ იცოდეს და თან ხანდახან ზეპირადაც. აი ყველაფერი, აი მაგალითად რომ გეუბნებიან, რომ შენ ეს უნდა იცოდეს, უნდა დაიზეპირო, ეს უნდა დაიზეპირო. მე მაგალითად გამრავლების ტაბუა დღემდე არ ვიცი. ნუ კაი გასაგებია, რომ 5x3 15 არის, მაგრამ ეხლა ცოტა მაღლა რო ავდივარ, მე უკვე ხო და აი რატომ არის ეს მომენტი, რომ აი ყველაფერი უნდა იცოდე და თუ ყველაფერი აიცი, მაშინ всё განძღავენ. ეხლა მაქსიმუმ ამ ვიდეოს შემდეგ რა შეიძლება მოხდეს, ხო, არაფერი ადამიანმა ნახოს და გაატაროს, მეორე გამლანძღოს მაქსიმუმ, ეხლა მეტი რა უნდა ქნეს ადამიანმა ეკრანიდან, ხო? და აი ფიქრობ ხოლმე რომ რატო საიდან ამდენი ის მომენტი, რომ შენ ეს უნდა იცოდე, ის უნდა იცოდე, სხვა შორის გერმანიაში იცი როგორ არის, რომ ყველა ადამიანი არის თავისი კონკრეტული საქმის პროფესიონალი. შეიძლება ისეთი ელემენტარული რაღაცა არ იცოდეს ადამიანმა, რაც შეიძლება გაგვიკვირდეს, რომ რატო არ იცისო, მაგრამ შეიძლება სხვა რაღაცა თავის საქმეში იყოს სუპერ პროფესიონალი. და აი ეს სხვათა შორის აქ მომწონს, აი ეს როგორც არის, აი ესე დაყოფილი ყველაფერი სტრუქტურულად, რომ აი ადამიანი იძახის, რომ მე ეს მაინტერესებს და აი ამ მიმართულებით მივდივარ მთლიანად. ან ეს მაინტერესებს და აი ამ მიმართულებით მივდივარ მთლიანად და აი ფიქრობ ხოლმე, რომ ასე უფრო კარგი არ არის, ასე უფრო თავისუფლების შეგრძნება არ არის, ასე უფრო განიცდება ცხოვრება.